კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას, მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მილოცვები გრძელდება. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვები ამჯერად ბულგარეთიდან, უზბეკეთიდან და მაროკოდან მიიღო. წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებს შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობები. ქვეყნების ლიდერები ხაზს უსვამენ მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ კავშირებს და ელიან, რომ საქართველოსთან მრავალმხრივი და გრძელვადიანი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. თქვენო აღმატებულებო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ და თქვენს ხალხს შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა ვუსურვო. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თუ რაოდენ ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად. ბულგარელი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე 26 მაისი. სარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ კმაყოფილებას ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ მისწრაფებას ემყარება. გულწრფელად ვუსურვებ ქართულ ხალხს დღეობას, ხოლო პირადად თქვენ ჯანმრთელობას და თქვენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური. მაქვს პატივი თქვენს აღმატებულებას და თქვენი ქვეყნის ხალხს გადავცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი საიმედო და დიდი ხნის პარტნიორია. ამასთან ჩვენს ქვეყნებს ტრადიციული მეგობრული კავშირები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა აერთიანებთ. თქვენო აღმატებულებამ სარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დედაქალაქში საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა. ორბელიანის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე 20-მდე შემსრულებელი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა. გალა კონცერტი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერის მხარდაჭერით გაიმართა. ნამდვილად წარმატებით ჩაიარა 2026 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დღემ, რომელიც შეჯამდა არაჩვეულებრივი გალა კონცერტით. დღის პირველი ნახევარი ტრადიციულად საბავშვო აქტივობით იყო დატვირთული და ტრადიციულად წარმოდგენილები იყვნენ ათონელის ქუჩაზე, ფხოვის ქუჩაზე და ფურცელაძის ქუჩაზე ქართველი მეწარმეები. გაიმართა არაერთი სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავდა. ყველა გამოსვლელი ვინც იყო, ყველა რაღაც განსაკუთრებული ემოციებით იყვნენ გამსჭვალულები და მადლობა მინდა უთხრა ყველას და უსურვო ყველას მშვიდობა და სიყვარული და სიკეთე. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა რუსთავშიც. მსმენელის წინაშე ზაზა მარჯანიშვილი და ბენდინალი, დრონი მიქსტურა, მარიკო ებრალიძე და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსები წარდგნენ. რუსთავში 26 მაისის ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. სადღესასწაულოდ მორთულ თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მოიწყო. ძალიან საინტერესო წარიმართა დღევანდელი დღე იყო საკმაოდ აქტიური და დატვირთული მრავალფეროვანი ღონისძიებებით. ამას გარდა ხალხის დაინტერესებაც იყო ძალიან დიდი. ადამიანები გამოსულები იყვნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ამ დღის მნიშვნელობას თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად პატივს ვცემთ და ვიაზრებთ. სრულიად საქართველოს მივულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის ჩვენი ისტორია, რომელსაც დიდი პატივი უნდა ვცეთ. კიდევ უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ და რითიც შეგვიძლია ადამიანებმა ჩვენი საქმით აბსოლუტურად ყველანაირი მოქმედებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. ვიმყოფებით რუსთავში, სადაც აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ბენდი მიქსტურას სახელით სრულიად საქართველოს ულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა თელავშიც. საღამოში მონაწილეობა თბილისიდან მიწვეულმა მომღერლებმა მიიღეს, რომლებაც ყველასთვის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. აქტივობებს ქალაქის ცენტრალურმა მოედანმა უმასპინძლა, სადაც მთელი დღის მანძილზე შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
როგორც ყოველთვის ემოციურად ატვირთული არის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე, მინდა თქვენი საშუალებით მივულოცო სრულიად საქართველოს. ანსამბლი ჰერიო გახდით და გახლავართ ქალაქ თელავში, სადაც ჩატარდა გადასარევი ღონისძიება. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალაქ თელავს და თელაվել ხალხს და კიდევ ერთხელ აქედან დიდი სიყვარულით გილოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ეს მოდის უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საუკუნეზე მეტი არის უკვე ფაქტურად რაც პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღო და მე მინდა რომ ჩვენი ქვეყანა, ჩემი ქვეყანა იგივე იყოს დამოუკიდებლი მარად, მუდმივად და ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ. არაჩვეულებრივი დღე იყო. დღე დააგვირგვინა ქალაქ თელავში გალა კონცერტმა. ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ, ყველა ძალიან ბედნიერია. მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და ქალაქ თელავიდან მოგილოცოთ თელ საქართველოს 26 მაისს. თითქმის ორთვიანი მზადებისა და საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა. მხარდამჭერებს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის ლიდერებმა მიმართეს, თუმცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა ტრადიციულად არ გაჟღერებულა. აქციაზე მრავლად იყო ბანერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე პრაიმ ტაიმმა უცხოელი ინსტრუქტორის იგორ ბლაჟევიჩის მიერ გაწერილი სცენარი გაასაჭაროა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ არავითარი კოორდინატორი არ ყავთ და არც სჭირდებათ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი გარედან მართულ ექსტრემიზმის მორიგ სცენარზე საუბრობენ. პრაიმ ტაიმმა რაც გამოაქვეყნა, ეს იყო განხილული 200 კაციან შეხვედრაზე, ღია შეხვედრაზე. გენეცვალი არ ვიცი ეს ბლაჟევიჩი ვინ არის, ხო გითხარით? არ ვიცი. პრაიმ ტაიმი არ მინახია, მე გეტყვით. ზოგადად მინდა რომ ყველამ თქვენ წრეში იცოდეთ. ინსტრუქციებს მე ვიძლევი იქით. მე გავცემ ინსტრუქციებს თელ სოფლიოში გარეთ ბლაჟევიჩებთან. რამოდენიმე ბლაჟევიჩი გამოიცვალა უკვე ოპოზიციამ. სცენარი დიდი ხანია დაწერილია, ეს სცენარი არ გამართლა, რევოლუცია არ მოხდა, არც სააკაშვილის ჩამოსვლით, არც იმ მოგონილი რაღაცა ისტორიები თუ თითქოს სააკაშვილი მოწამლულია, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს კვლავ ხელში აიღოს სადავეები და ამ ექსტრემისტულ მოძრაობას, ამ სცენარს, რევოლუციურ სცენარს ჩაუდგეს სათავეში. ექსტრემიზმი დარჩა ერთადერთ გზაც და ბლაჟევიჩი შეარჩიეს იმ ფიგურად, იმ პიროვნებად, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია რევოლუციების მოწყობაში. არ გამოუვათ ეს ამბავი. საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ მითითებული სუბიექტები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. ეროვნული ბანკი უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე სებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის სექტემბერში ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის სტრუქტურებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის შეფასებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშს მოისმენენ დეპუტატებს დოკუმენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა გააცნობს. ანგარიში მოიცავს ფულად საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ანგარიშის მიხედვით საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადაიხარა და 3.9%-ს მიაღწია. დეპუტატებო მოგესალმებით ყველას. ქალბატონ ნათია თურნავას ანგარიში საკმაოდ საინტერესო პროცესთან არის დაკავშირებული. ბევრი საკითხებია, რაზეც შეკითხვები იქნება, რასაკურველია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს იმ უშუალებელი მსოფლიო დონის იტალიური კომპანიის შემოსვლა საქართველოში ციფრული ტექნოლოგიებით საბანკო სისტემაში და პირდაპირ თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან. რამოდენიმე მილიარდია მოსალოდნელი ინვესტიცია, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაჩვენებლების სისწორეზე, რაც ევროპულმა თუ საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს.
გაეროს წევრი 50 ქვეყანა მათ შორის საქართველოს ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებასა და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარებს გმობს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. განცხადების ხელმომწერები ასევე მოითხოვენ რუსეთის მიერ უკრაინიდან სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გაყვანას. We wish to draw your urgent attention to May 24. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიელ და ქართველ კოლეგებს გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვისთვის მადლობას უხდის. ანდრეი სიბიგა განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ეუთოს მუდმივი მოქმედი საბჭოსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის ერთობლივი სპეციალური სხდომის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განიხილეს. ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მზადყოფნა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. მე ვაფასებ ნამდვილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის ყველა გზავნილს, ისევე როგორც ეუთოში შვეიცარიის თავმჯდომარეობის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევასთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჯორიშვილის, მათი ლიდერობისთვის და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა ნაგებობაში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიქცევნა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გარემოს დაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისა და მაქსიმალური შემცირების მიზნით 24 საათის განმავლობაში პატრულირებთ სამოქმედო ტერიტორიაზე. ძირითადი გამოწვევა ბრაკონიერებთან ბრძოლა არის, რის შედეგადაც გამოვლინდა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო. მოუწოდეთ მოსახლეობას გაითვალისწინონ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით კონტროლი გრძელდება. უხმანალექმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა გადაუღებელმა წვიმებმა მხარის 8 მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სახნავ სათესის საბარგულები დატბორა. მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდბოგირების გაწმენდა არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა პროცესს უამინდობა აფერხებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხის ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს მუნიციპალიტეტის სოფლების შუხუთის, მაჩხვარეთისა და ღრმაღელის კუთვნილებაში არსებულ სავარგულებზე მისვლას. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მელიორაციის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში გიორგი ხმელიძემ დაათვალიერა. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. ვიმყოფებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს ხიდის მშენებლობა საქართველოს მელიორაციის კუთვნილ მთისძირა არხზე. არსებული ხიდი აშენებული იყო წინა საუკუნეში, ექსპლუატაციისთვის იყო უკვე გამოუსადეგარი, შესაბამისად მოხდა არსებული ხიდის დემონტაჟი, მთლიანად აშენდა თავიდან ახალი ხიდი, ამჟამად მიმდინარეობს უკვე ზედაფენის მოწყობა, მზადდება არმირებისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები, პოზიტივი საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობა ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.